Go მოგესალმებით. დღეს გვაქვს მეოთხე დღე და დღეს უნდა შევქმნათ ჩვენ უკვე ჩვენი chatbot-ი. VIP chatbot-ი ოღონდ გამოვიყენებ, მოდი პირველი იერია და გამოვიყენოთ ხოლმე HTML, CSS და JavaScript-ი. და მოდი დავიწყოთ. გუშინ ჩვენ შევქმნით chatbot-ი ტერმინალში, დღეს კი შევქმნით chatbot-ს, რომელიც web გვერდზე იმუშავებს. დღევანდელი გაკვეთილის ბოლოს გექნება AI chatbot-ი, რომელიც ბრაუზერში პასუხებს გაგცემს. მოდი დავიწყოთ. ამ შემთხვევაში ხა ჩვენ დაგვჭირდება უკვე, ხო? აქ დირას ვიზო ვიცი მე? Dev.js გადავარქვევ. First lectures, არა, first-ი არ იყო, second-ი იყო. კაი, ამ შემთხვევაში ამას გადავარქვევ, იმიტომ რომ ამას გითავს მე ავტვირთავ და შესაბამისად შესაძლებლობა გიქნებათ, რომ ამასაც გაეცნოთ. ამიტომ მოდი very first bot.js იყოს. შესაბამისად ეს იქნება ჩვენი მეორე chatbot-ი. This was terminal chatbot-ი. კი ბატონო. და ეხლა დაგვჭირდება ახალი folder-ი. მოდი ესენი დავშალოთ. და ამ folder-ს მოდი დავარქვათ AI chatbot web. და ამის შიგნით ეხლა ჩვენ უნდა შევქმნათ სამი ფაილი რეალურად. პირველი ეს იქნება index.html-ი, მეორე ეს იქნება index.css-ი ან style CSS-ი დავარქვათ და მესამე გვექნება რა? script.js. Yes, why not? ეს იქნება ჩვენი პროექტი და შესაბამისად ამ პროექტის შიგნით მოდი დავიწყოთ ჯერ HTML-ის წერა. ჩვეულებრივად მოდი გავუშვათ. მოდი სახელი დავარქვათ AI chatbot-ი. Okay. შემოვიტანოთ ჩვენი ლინკიც barem body-ში. მოდი დავწეროთ div და ამ div-ის კლასი მოდი იყოს chat-ი ან იყოს chat container-ი. ამ div-ის შექმნიდას შევქმნათ div, ამას დავწეროთ id chat box-ი. და მოდი ის იყოს ცარიელი box-ი, ხო? input-ი გვინდა ერთი, input-ის შემთხვევაში იყოს ტექსტი, id იყოს მოდი user input-ი, placeholder იყოს, okay, იდეალური, მშვენიერი და ერთი button-ი დაგვჭირდება ეხლა. button-ზე გვინდა ჩვენ on click-ი, და on click-ი მოდი იყოს send message function-ი. აი ეს send message-ი და send იყოს და ანუ ქვემოთ script შემოვიტანთ script.js-დან. მარტივი ამბავია, საკმაოდ copy paste-ი. ხო, ნუ ამ შემთხვევაში გავხსენით ჩემი ბრაუზერი და აგერ არის ჩვენი პატარა input ამბავი. კაი, მოდი გავაგრძელოთ და ეხლა გვინდა ჩვენ რომ ჩვენი CSS-იც დავადეფაინოთ, რომ ცოტა ნორმალურად გადავსწროთ. ხო, ამ შემთხვევაში მოდი body ავიღოთ პირველ რიგში, body-ში მოდი font family იყოს Arial-ი, კი ბატონო. მოდი display გავუწეროთ flex-ი. ასე მოდი justify content-ი center-ი გვინდა, align items center-ი გვინდა, height-ი 100 VH-ი okay არის, background color-ი. მოდი margin-ს მოვაშორებ და მოდი BG color-ი გავწეროთ ცოტა სხვანაირი. F4. მოდი ესეთი BG color-ი კონდეს აქ. Road ჩემ workflow-ს დავადეფაინდებ. Okay. თვითონ chatbot-იც გადავსტილოთ, მოდი chat box-ი უბრალოდ ჩვენი grid-ი და chatbot-ში, chat box-ში, chat box-ს რატო გადავეკიდეთ, pixel-ი იყოს, მოდი background-ი მივცეთ, როგორი color-ი white-ი იყოს. padding-ი მივცეთ 15 პიქსელი. Who knows?
ასე მოდი border radius-ი მივცეთ 8 პიქსელი. border radius-ი მინდა მე 8 პიქსელი. და ასევე მოდი მივცემ box shadow-საც მივცემ და ამ შემთხვევაში მოდი იყოს 0 0 10 პიქსელი RGBA და ახლა გქონდეს 0 0 0 0 1 კაია. ჩვენი არის. დავდეფაინდოთ მოდი ჩვენი input-იც. მაგრამ input-ის შემთხვევაში ვიცი გავუწეროთ 80%, 100% არ გვეინტერესებს. ასევე ჩვენ inputs შეიძლება გავუკეთოთ რა მაგალითად. გავუწეროთ padding-ი. Why not padding-ი იყოს მოდი 8 პიქსელი. ასევე border-ი შემთხვევაში იყოს 1 პიქსელი solid-ი და აიღოს ისე არა მოდი ის დავწერ. და მაგალითად border radius-ი იყოს 5 პიქსელი. Okay, ერთად მოდი შევხედოთ. case-ები გვაქვს. Okay. Wait. ეს ცუცი. Okay. მოგხვდება ეს. ამის მაგივრად. შევხედოთ ახლა. ხო, okay-ა. ეხლა მოდი დავდეფაინდოთ ჩვენი parent chat box-იც მაშინ. chat box-ი. chat box-ში height-ი მივცეთ ამას 300 პიქსელი. მივცეთ overflow y-ი, რომელიც auto იქნება. მივცეთ border bottom-ი, რომელიც იქნება 1 პიქსელი solid-ი და DDD მაწყობს. padding bottom-ი გვინდა ჩვენ იყოს 10 პიქსელი და ასევე margin bottom-იც 10 პიქსელი. კი ბატონო. input-ი დავდეფაინდეთ და რაც დაგვჭირდა ეს არის ჩვენი button-ის ღილაკი და button-საც მაგალითად ვიცი გავუწეროთ 15%. ასევე padding-ი გვინდა, რომელიც იქნება 8 პიქსელი. ჩვენ გვინდა background-ი და background-ის color-ი ამ შემთხვევაში მოდი blue იყოს ამ შემთხვევაში ცოტა განსხვავებული ფერი მივცეთ. თვითონ color-ი მივცეთ white-ი. ასევე border-ი არ გვინდა. border-ი მოდი none იყოს. და შეგვიძლია მაგალითად border radius-ი შევინარჩუნოთ იგივე და cursor pointer-იც გავუკეთოთ, რომ clickable ამბავში იყოს. კაი, მოდი რა შევხედოთ ჩვენ chat box. მოვხედოთ, რომ ისეთი რაღაცა გვაქვს იდეაში. ჩვენ გვაქვს ვიცი ის პრობლემა. 20% რა იყოს, მაშინ icon უნდა დავარენდერო, იმიტომ რომ ხო, აი ეს ამბავია ზუსტად. სენდის მაგივრად რა შეიძლება ახლა რომ დავარენდერო ისეთი მე, რომ ცოტა კარგად გამოჩნდეს. ან შეგვიძლია მაგალითად თვითონ ამის ვიცი გავზარდოთ. ხო, ზოგადად ანუ box-ის ვიცი გავზარდოთ, ესეც validური ვარიანტია ერთი წუთი. task container-ისთვის height-ი გვაქვს ამ შემთხვევაში. chat container-ისთვის ჩვენ ვიცი არ აქვს და ისიც გავუწეროთ მაგალითად 400 პიქსელი, ან საერთოდ მოდი 350. შევხედოთ ესეთ. ხო. 120 რო ყოფნის. 500 რო იყოს მეგობარო. აი ჩა. აინტერესო. რომ და ჩვენ მეგობარს რატო CSS-ი რატო უგვაწვალებს chat container-ი არის chat box-იც არის. კაი, chat container-ის ამბავი არის თვითონ
აი 1000 დაგიწერა ხო მაინც რა მაინც არა ერთი შევხედოთ chatbox-ი ანუ chatbox-ის პრობლემა არა თვითონ ის და ჩვენ მეგვარს რესტორანი გვაქვს სახელი ვითომ დარქმეული chat container-ი ხوار ხადაობ აი 50 ავითო მშვენიერი კეთილი და ძალიან კარგი ესეც ხოძეა ну button შეგვიძლია რომ ერთი პატარა power-იც დავუყენოთ სიტყვაზე თუ button powers ასე იქნება იდეალური კი ბატონო ჩვენ hover-იც დავუყენეთ ჩვენს chat bots და ახლა შეგვიძლია ჩვენი script-ი გავუშვათ why not კი ბატონო ეხლა რაც გვჭირდება ეს არის რომ outget და დავადეფაინოთ ჩვენი script.js ამ შემთხვევაში რისი შემოიმორდებაც დაგვჭირდება გაგიკვირდებათ და ეს არის report env penai done penai არ გვინდა ამ შემთხვევაში sorry დოტიენო შეგვიძლია შემოიმპორტოთ ასევე შეგვიძლია იმპორტი გავუწიოთ ჩვენს API URL-ს ასე და ამ შემთხვევაში შეგვიძლია მოდი კოდის წერა დავწყოთ async იყოს მოდი function ანუ რეალურად დოტიენო რა გვინდა მეც მაგარი ვარ რაც მინდა მე დოტი ამ შემთხვევაში ერთ-ერთი რაც ჭირდება ხო შემოიმპორტო import API ну COC დამჭირდება მაგრამ ამ შემთხვევაში მოდი fetch-ი გამოვიყენოთ why not გამოვიყენოთ fetch-ი და ჩვეულებრივად ერთ-ერთი URL-ს შემოვიმპორტებ API URL კი ბატონო აი დავწერთ ფუნქცია async function get AI response sorry ფუნქცია უკვე რომ მესამე წერთ მე მგონი prompt მაგრამ კიდევ ბევრჯერ დავწერთ ამ ფუნქციას ხო const response იქნება await და მოდი ამას დავფეჩავ ახლა ჩვენი ბრაუზერი გავააქტიუროთ ამ შემთხვევაში API URL-ი გავუშვათ და აქ გავუწეროთ ახლა მეთოდი ჩვენი მას რომელიც იქნება method main იქნება post-ი ასევე გავუწეროთ ჩვენი headers-ი აუცილებლად header-ებში გვექნება content type მაგრამ სანამ content types გავუწერ მე მინდა authorization ესე და ასევე content type application JSON-ი და ეხლა გვინდა ჩვენ გავწეროთ აქეთ body-დან გავპარსოთ ჯერ JSON stringify გავუკეთოთ და შიგნით გვინდა ჩვენ მოდელი GPT turbo 3.5 და ნუ messages user-ი და content-ი უნდა იყოს user message-ი ამ შემთხვევაში prompt-ი მიწერია user message-ად გადავუკეთებ pro ლოგიკური იქნება და რატო კაი და ამ შემთხვევაში ახლა გვინდა ჩვენ const data რომელიც უდრის await და response JSON-ს დავავეითოთ გამოვაგდოთ ჩვენი execution-იდან და შემდგომ როდესაც უკვე დაბრუნდება data choice მენულეზე okay message content შვენიერი ეხლა შევქმნით კიდევ ერთი მოდი async function-ი function და ამ შემთხვევაში გვინდა ეხლა ჩვენ რომ გავგზავნოთ ხო send message
message კი ბატონო. message უნდა გავუზავნოთ, შესაბამისად მოდი შევქმნით ჯერ input field რომელიც უნდა ამოვიღოთ get element by id და user input იქნება, ასევე ჩვენ გვინდა const user message რომელიც იქნება input field value და შემდგომ მაგალითისთვის თუ if user message არსებობს პირდაპირ დავარეთარნოთ და ამის შემდგომ უკვე გამოვიყენოთ ჩვენი function-ი add message და ხო ამ message-ში იდეაში ნახეთ add message-ში ჩვენ აქ გვიქნება რა you this დავწერე you და აქ გვიქნება ჩვენ user input user message ასე ამის შემდგომ input value გავწმინდოთ input field value გავწმინდოთ სარეალ string-ად გადავაქციოთ const ai response რაც იქნება ხო შემთხვევაში დავაევეითოთ და get response user message გავუშვათ ხო ჩვენი ფუნქციის გამოყენებით და შემდგომ ისევ add message ai response ესეთი რაღაცა გავუკეთოთ და ამ შემთხვევაში ქვემოთ დავადეკლარირებ უკვე ამ ფუნქციას მოდი function add message სადაც ჩავასვლით თვითონ message ხო ამიტომაც არის კაი ჩვენი hosting const მაგალითად chat box-ი ამოვიღოთ ჯერ ჩვეულებრივად ID-ით ამოვიღებთ const message element და ამ შემთხვევაში გვექნება ხო უკვე create element-ი შევქმნათ მოდი document create element და მოდი შევქმნიმე p-tags და real-world message element შემდგომ text contents შევცენ ამ message და შეგვიძლია chat box-ში open child message element-ი ჩავსვათ. შესაბამისად ეს არის ჩვენი კოდი რაც გვჭირდება JavaScript-ში. ეხლა შეგვიძლია ჩვეულებრივად გადავიდეთ ჩვენ index.html-ში, შევიყვანოთ ტექსტი, ვნახოთ, გაიგზავნება თუ არა და ასე ვნახოთ AI რას გვიპასუხებს chat-ის ველში. Okay? მოდი გადმოვიდეთ, დავარეფრეშოთ და მოდი ვკითხავ how are you? ხოში გავუშვათ. ის საინტერესოა, network-ში რა ხდება. საერთოდ არაფერი არ იგზავნება. Sorry, so კურიერი მოვიდა ტრადიციულად. ანუ მოკლედ ვაგრძელებთ, შესაბამისად აქამდე გავედით, ერთადერთი რაც დავამატე ეს არის ის, რომ აქ ტიპი დავწერეთ მოდული, ხო? ჩვეულებრივად რომ მოდულებში გადავიყარეთ ჩვენი script.js-ი, აქ ყველაფერი გვაქვს. ანალოგიურად უბრალოდ აქ შემოიმპორტება უკვე ამის process-ი მაგერად import მეთოდად იემნი გამოვიყენეთ, ან თუ ეს არის არსებობს, ამ შემთხვევაში მსგავს ცვლილებას გავაკეთებთ. ერთ-ერთი ის ჩავამატე და რეალურად ეხა კიდევ რაც გვჭირდება, მოდი რა შევხედოთ, ეხა შეგვიძლია ჩვენ npx server გავუშვათ, რეალურად და დავსერვოთ ჩვენი აპლიკაცია, აქ რო გადავარეფრეშოთ, ოკეი, ჩვენი chatbot-ი არის შვენიერ ფორმაში და ეხა რო ვნახოთ, hi რო გავუშვათ, ამ შემთხვევაში ოკეი, მივიღეთ errors, იმიტომ რომ send message-ი გადახდებული არ არის. ოკეი, ეს იმიტომ ხდება, რომ აქ დაგვაწყდა ჩვენი send messages window
send message ან window object-ში რომ დავამატოთ წესით აი character properties of undefined white OpenAI key. კაი, შემთხვევაში ამ ნახოთ ახლა რა. რა გვაქვს white OpenAI key. არა, ამ შემთხვევაში white არ გვჭირდება. კაი. ორი ერორი, სწორედ ერორი. ჩვენ ჩათი ამოქმედოთ cannot read properties of undefined OpenAI API key. სუთი შევამოწმოთ ზუსტად რა სახელი გვქონდა. აი, იდეაში ერთ-ერთი ცვლილება რაც გავაკეთე და ცოტა დავაჰაიდე, არის ის, რომ სხვა რაღაცეების დამატება დაგვჭირდება, თუ გსურს, რომ API key იყოს დაჰაიდებული, აქედან გამომდინარე, ეხლა რაც ვაკეთებთ ამ კონტექსტში, ეს არ გამოდიოდა და შესაბამისად, აი სადაც წერთ barrier tokens, იქ უკვე შეგვიძლია პირდაპირ ჩვენი key ლოკალურად ჩაუწეროთ და შესაბამისად შემდგომ, ხო, აქ ხა აღარ გამოვაჩენ მე ამ keys და ახლა შეგვიძლია ჩვეულებრივად hello, hey, hello, how can I assist you today? Who is Rezi Karanadze, Georgia, working dev. Oh, so I'm not. No, let's go. So now there is currently from choose working in line dev. It is possible that you may be a private individual or relatively unknown figure in the public sphere. Shanieri. ასევე შეგვიძლია მაგალითად დავწეროთ რა. Which is best football team in the world? გავუშვათ ჩვენი კითხვა და შეგვიძლია the world among the some fans. Okay. და ერთიც ვკითხოთ მოდი Messi or Ronaldo. ანუ ცოტა ხარისხიანი ამბავი არ არის ხა ჩვენი chatbot-ი აქ, ხო? მაგრამ it's right. ანუ ახაც გვიპასუხა, რომ დიდი დებატებია. While recognized message no. Okay. Start the press. სხვა თვითონ რა თქმა უნდა ვერ გითხრა. შესაბამისად, მარტივი chatbot-ი გავაკეთეთ, ცოტა პრობლემები გქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად API key გასაღები ვერ შემოვიტანეთ გარედან, შესაბამისად მოგვიწია, რომ მაგალითად ან ცვლადი შეგვექმნა, ან თუნდაც უკვე barrier-ში ჩაგვეწოდებინა, ხო? ამ შემთხვევაში ამას შემდგომ ლექციებში გამოსწორებთ და დავხვეწავთ. უბრალოდ ახლა ამ ეტაპზე არ არის მეტი საჭირო. შესაბამისად, ესეც ჩვენი პირველი chatbot-ი, რომელიც პეტეროზე გაბაგულია აქ და გაგვირბის კიდევაც, მაგრამ ოკეია. კაი, მეგობრებო. მომავალ შეხვედრამდე გამოგვიწერეთ და დაალაიქეთ ჩვენი არხი. დროებით.